ახლად რეაბილიტირებული გორის ნომერ მე-6 საბავშვო ბაღი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ბაგაბაღის დირექტორთან თინათილ წერეთელთან ერთად გაჭრა. საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 240 ბავშვს მოიმსახურება, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ შენობა დაათვალიერეს და პედაგოგებს და ბავშვებს შენობის გახსნასთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ნომერი მე-6 საბავშვო ბაღი არის პირველი მერცხალი, სადაც დამთავრდა უკვე სამუშაოები და ჩვენ მოვინახულეთ, გავხსენით და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი გაკეთდა ძალიან მაღალი ხარისხის, რათა დიდხანს შენარჩუნდეს და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გქონდეს გასაწევი მომავალ წლებში. ემოციებს ვერ აგიხსერთ, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან გახარებულები და აღფრთოვანებულები ვართ, განსაკუთრებით იმით, რომ დღეს უკვე აი ამ ახალ რეაბილიტირებულ ბაღში დაგვხდნენ აღსაზრდელები. შემინდა მივულოცო ბაღის პედაგოგებს, მშობლებს, აღსაზრდელებს, ყველას ეს არაჩვეულებრივი შენობა, გარემონტებული შენობა. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბაღის დირექტორის თინათილ წერეთელის თქმით, შენობაში შეიღება კედლები, გამოიცვალა იატაკი, დამონტაჟდა ახალი სანტექნიკის სისტემა, გამოიცვალა კარფანჯარა, შეკეთდა სამაშველო კიბე და მოეწყო პანდუსი. ამიერიდან ბაგაბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა 3 ახალი ჯგუფი. და აი დღეობით მზად არის უკვე ბავშვების მისაღებად ძალიან ბევრი ახალი მასალა გვაქვს, ბევრი ახალი პროგრამა გვაქვს და ვეცდებით ყველანაირად ვიმუშაოთ. ძალიან მიხარია, ჩემი შვილებიც აქ დავზარდე, შვილიშვილებსაც აქ ავზრდი. კმაყოფილი ვარ პედაგოგებიდან დაწყებული, მომსახურე პერსონალით და რა ვიცი, ბევრი კეთილი და ბევრი სასახელო შვილი გაეზარდოთ. სულ წელს ისეთ პირობებში გვიწერდა მუშაობა, რომ იმასთან შედარებით ამათი გაბრწყინებული თვალები მე არ დამავიწყდება დილიდანვე, რომ მოვიქნენ ისეთი გარემო დავხსნათ. რომ მოვედი ძალიან მომეწონა ბაღი, ჩემთან ერთად, მეგობრებთან და დედამ მომიყვანა და ისა ძალიან ლამაზია. ბევრი სათამაშო მომეწონა, ძალიან ბევრი და კაია და ბაღში ვარ. ეხლა მოვედი და ძალიან მომეწონა სულ. ნომერ მე-6 საბავშვო ბაღის მსგავსად გორში საზეიმო ვითარებაში კიდევ 8 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ქალაქში ბაგაბაღისარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. თქვენ წინგელი სერია საბავშვო ბაღების გახსნის, რემონტების დასრულების და თქვენ პირადად ნახავთ და დარწმუნდებით თუ როგორი ინფრასტრუქტურა აქვს დღეს ქალაქ გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს. გარდა ამისა, თემატური თვალსაზრისითაც ხდება ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლება და ასე რომ ეს ყველაფერი ტანდემში იქნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კვალიფიკაციის დონე და რაც მთავარი ორიენტირი არის ბავშვი, კმაყოფილი ბავშვი, რომელსაც ბაღში მოუხარია და მშობელი, რომელიც კმაყოფილია საბავშვო ბაღის სერვისით. გორში სულ 18 მუნიციპალური ბაგაბაღი ფუნქციონირებს, მათგან 9 ბაღის რეაბილიტაციას 885,000 ლარი ხმარდება. მხოლოდ მე-6 ბაგაბაღის რეაბილიტაციისთვის 28,192,000 ლარი დაიხარჯა.